ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე ასტანის საფეხბურთო კლუბ ჟენისის მფლობელი გახდა. ამის შესახებ არის ინფორმაცია გამოქვეყნებული. კასპი კეიზეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ახალ ინვესტორს კლუბში მსოფლიო დონის საფეხბურთო აკადემიის შექმნა სურს. კასპი კეიზეტი ლომთაძეს ციტირებს, რომ ის ყაზახეთსა და ინგლისში პროფესიონალური მსოფლიო დონის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნაზე ოცნებობს. აკადემიაში სწავლა სავარაუდოდ იქნება უფასო. და ახალგაზრდა სპორტსმენებს ყაზახეთიდან და ინგლისიდან ჩამოსული წამყვანი სპეციალისტები გაწვდნიან. ჟენიშის საფეხბურთო კლუბის გენერალური დირექტორის აიდიმ კოჟახმეტის განცხადებით ის დარწმუნებულია, რომ ახალი ინვესტორის მოსვლით კლუბი თავის ძველ დიდებას დაიბრუნებს. ცნობისთვის ჟენისის საფეხბურთო კლუბი 1964 წელს დაარსდა. კლუბმა ყაზახეთის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო, ეს იყო 2000, 2001 და 2006 წლებში და ასევე სამჯერ დაეუფლა ეროვნულ თასს. მიხეილ ლომთაძე კასპი კეიზეტის ხელმძღვანელია და გარდა ხელმძღვანელობის აღმასრულებელი გუნდისა, ის მმართველი პარტნიორის სტატუსია და დღემდე მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგშია. თორშტები ყოველთვის მეხუთე-მეექვსე ადგილს იკავებს. მიხეილ ლომთაძის ქონება შეფასებულია დაახლოებით 6 მილიარდ დოლარად. რა და როგორ ფასდება ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ მილიარდერების რეიტინგში მას 657 პოზიცია უკავია და ამ მონაცემებით მიხეილ ლომთაძე საქართველოს უმდიდრესი ადამიანიც არის. მე ვიტყოდი გამორჩეულად წარმატებული ადამიანი, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სტატუსი მგონია მიხეილ ლომთაძისთვის და ნებისმიერისთვის, ვიდრე ესეთი მდიდრების რეიტინგში მოხვედრა. წარმატებები მინდა უსურვო მას.